და გვეყენა მე ყველა უკვე დაგვსაჯა აი ამ დინამიკაში. რაც ხდება ქვეყანაში, ეს არის მე თუ ვარ მართალი, ვინ არიან ოსები. მე თუ ვარ მართალი, ვინ არიან აფხაზები. როგორც მე თუ ვარ მართალი, ვინ არის ოპოზიცია. მთელი ტრაგედია ქართულ-აფხაზური პრობლემა კი არაა. პრობლემა ხელისუფლების პრობლემაა. ხელისუფლებას არ შესწევს უნარი ელაპარაკოს მოწინააღმდეგეს, ოპონენტს. ესეთი კარგი პერიოდი და საქართველოს ხელისუფლებამ რამოდენიმე სამშვიდობო წინადადებით მიმართა ოსურ მხარეს და მსოფლიოს. 25 დეკემბერს კოკოითმა მიიღო ეს დოკუმენტი, ჩვენს მიერ შეთავაზებული დოკუმენტი და გამოაგზავნა პასუხი საჯარო გამოქვეყნდა, სადაც ჩამოწერილი იყო პუნქტები, რომელიც თანახმა იყო კოკოით წამოსულიყო თანამშრომლობაზე. Мы приглашаем грузинскую сторону сесть за стол переговоров и обсуждать все спорные вопросы за столом переговоров, переводя все это противостояние в правовое русло. მთელი დეკემბერი მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და წინ წავიდნენ. რატო თქვი, კარგი თვე იყო, იმიტომ რომ სწორედ 2005 წლის დეკემბერში იქნა მიღებული გაწყვეტილება შეხვედროდნენ ერთმანეთს უკვე აფხაზური მიმართულებით ბაღაფში და საკაშვილი. აფხაზები მოითხოვდნენ, დაიწყეს ურთიერთობა ირაკლი არასანიასთან და კარგი იქნება თუ რამე დოკუმენტს ხელს მოვაწეთ, რომელიც გამორიცხავს საوار მოქმედებებს და ქართულ მხარემ ეს მიიღო და ქართულ მხარემ დაწერა ამ დოკუმენტის პროექტი და შესთავაზა აფხაზურ მხარეს და Top-level negotiations were going on between Irakli Alasania and the Abkhaz foreign minister. საკაშვილს ისმენთ თუ გაეკეთებინა, რომ გამოეცხადებინა, რომ მე მივესალმები ასეთ გამოჩამოსვლებს, ეს კარგია, კაი იქნება თუ შევხვდებით სიტყვაზე. განეცხადებინა, არა. სწორედ იმ დღეს მან და მაინც შეიზიყო სად სენაკის სამხედრო ბაზაზე. ანუ იმ ბაზაზე, რომელიც შეიქმნა აფხაზეთის წინააღმდეგ. მეორე ქვეითის ბრიგადის პირად შემოწმება დაწყობილია. ბრიგადის მეტაური ვიცე-პოლკოვნიკი ოსებაიშვილი. ნამდვილი მესეჯია, რომ მე არ ვიცი რა ხდება მან თბილისში, მე ჩემი საქმეები მაქვს აგერ სენაკში.